მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არს ღმერთი. არს დაიყოს. დღეს ავიკითხეთ სახარებიდან თუ როგორ აღასრულებდა იესო ქრისტეს სასწაულებს და როგორ მივიდა მასთან ორი ბრმა და როგორ თხოვდნენ ისინი განკურნებას და იესომ შეიყვანა ისინი სახლში და კითხა გჯერათ რომ მე შემიძლია ამის მოხდენა. მათ უთხრეს გჯერათ. აი თუ გჯერათ თქვენი სარწმუნოების საებრო მოგეგებათ და მათ მაშინვე აიხილათ თვალები. ამის შემდეგ კიდე იესომ უამრავი ადამიანი განკურნა და საერთოდ სახარებაში ივანე ღვთისმეტყველი ამბობს რომ კიდევაც რომ შესაძლებელი ყოფილიყო კიდევაც რომ შესაძლებელი ყოფილიყო აღწერილიყო იესოს მიერ მოხდენილი სასწაულები დედამიწაზე დაიკავდა ამ წიგნებს. ესე იგი უამრავი სასწაული მოახდინა იესომ და ესე იგი შეუძლებელი იყო რაიმე დაუჯერებლობა თუ აი რაიმე ეჭვის გამოთქმა აი იესო ქრისტეს სასწაულქმედებაში. ესე იგი ფაქტიურად იესო ქრისტემ აღარ დაუტოვა ამ ფარისეულებს და კიდე სხვა ადამიანებს, ბოროტ ადამიანებს, აღარ დაუტოვა აღარავით არის საშუალება, რომ მათ რაიმე სახის აი რაღაცა ეჭვი მაინც გამოეთქვა და ბოლოს მოიგონეს მაინც. მოიგონეს და საოცარი რაღაცა თქვეს. ეგო ბელზებულის საშუალებით, ბელზებულით, ანუ ეშმაკთა მთავრის, ანუ სატანას ძალით განაგდებს ესე იგი ეშმაკებს რო განასხამსო მისი ძალით. ეს ადრეც უთქვამთ იესოსთვის და იესოს უპასუხია რომ კი მაგრამ თუ სატანა თავის მსახურებს გაყრის, ალბათ მისი მსახურება და მისი ძალაუფლება რაღაცა იქნება დამყარებული. ანუ ესეც აბსურდია, მაგრამ აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება რა მათქმევინათ ეს, რა მათქმევინათ. აი წმინდა მამები ამბობენ რომ ბოლო ჟამის ან ჩვენ დროზეა ლაპარაკი ყველაზე დიდი ცდუნება იქნება ტყვილი რომელშიც 99% იქნება სიმართლე. ესე იგი ნახეთ რაზეა ლაპარაკი რაღაცა ისეთი ტყვილი რომელიც სიმართლეზეა დაფუძნებული და რაღაცა ერთი აი უნდა მონახოს ყოველთვის ადამიანმა აი სად არის აი ტყვილის სათავე. ეხლა აქ როგორ იყო ნახეთ ბელზებულის რა თქმა უნდა ბელზებულით განასხამდა ეშმაკს, ანუ უბრძანებდა სატანას, უბრძანებდა რომ ეს თავის მსახურები წაეყვანა. და ესენი ხან ეწინააღმდეგებოდნენ, ხან ელაპარაკებოდნენ, მაგრამ გარბოდნენ ეს ეშმაკები. ოღონდ ტყვილი ნახეთ რაში მდგომარეობს, ეს კი არ მიმართავდა დასახმარებლად სატანას. ანუ სატანას მიმართ, ესე იგი ეს ღმერთს ეკვედრებოდა, ხო, ღმერთის მიმართ ლოცულობდა და ღმერთი თვითონ იყო და უბრძანებდა სატანას. აი ეს არის ნათქვა. აი ეს იყო ის რაღაც 1% ტყვილი, რომელმაც მთელი ეს სიმართლე, რა თქმა უნდა, ეშმაკებს უბრძანებდა ის და რა თქმა უნდა, ეშმაკების მთავრის ძალით განასხამდა მათ, მაგრამ უბრძანებდა. და ეს არის ნათქვა. ნათქვა იყო რომ ის და იგულისხმებოდა რომ ის თხოვდა. და მინდა გითხრათ რომ აი ეს ტყვილი, ანუ ცილისამება, ისეთივე ძველი ხერხია დისკრედიტაციის, როგორც თვითონ სამყარო, იმიტომ რომ პირველი ტყვილი, აი პირველი ასეთი ცილისამება, რომელშიც აი 99% იყო სიმართლე, იყო როდესაც გველმა უთხრა ევას, რომ რატო არ ჭამთ ამას? მართალია რომ მოგტებით. ხო და ევამ უთხრა ხო და არა არ მოგტებით. მერთებად შეიქმნებით. აი ყველაფერში არის სიმართლე. რა თქმა უნდა ისინი მოგტებიან კიდევაც მიწიერი ცხოვრებით, მაგრამ მერე ფალი გამოიხსნეს და არ მოგტებიან და რა თქმა უნდა ღმერთები შეიქმნებიან თუ ამას შეჭამთ. მაგრამ დროზე ადრე არ უნდა ეჭამთ. და ეს საჭმელი, რომელიც ადამიანს ღმერთად გადააქცევს, არის ზიარება ქრისტეს სისხლსა და ხორცთან. როგორც ეს სისხლი და ხორცი, ეს არის მსხვერპლი, რომელიც ღმერთმა კიდევ გაიღო იმის გარდა, რომ კაცობრიობა შეგვიძლია. მოკლედ, აი ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს დღევანდელი სახარება, ძალიან მნიშვნელოვანი სწავლება, რომ როგორი სიფრთხილე გჭირდება ჩვენ დღეს, როდესაც ისეთი დრო დადგა, რომ აი გაუგუნარი აქამდე გაუგუნარი სიცრუე ვივრცელდება, რომელშიც 99% არის სიმართლე.
მაგალითად, ამას წინათ მოგვხვდა გავრცელდა ინტერნეტში, ესე იგი მოდელი ქადაგებს, ოღონდ მართლა ქადაგებს და უკან ამ ხელოვნური ინტელექტის საშუალებით გაკეთებულია ფონი, რომ ესე იგი უდლები თამაშობენ ფეხბურთს. და ეს ქადაგებს ამ ფონზე. და გამოდის რომ ისინი ფეხბურთს თამაშობენ, ეს ლაპარაკობს და აბსოლუტურად აი ყირამალა არის წარმოდგენილი საერთოდ ეკლესიის დანიშნულება და იდეა. რა თქმა უნდა ეს ტყუილია და აი ამის მისახვედრად აი ძალიან საჭიროა რომ ადამიანმა გონება დაბადა. ვერავინ ვერ გეტყვით ახლა თქვენ რომ აქ ის არის და აქ ის არის. კი ახლა ერთ კონკრეტულ შემთხვევაში ყოველთვის შეიძლება ამის ახსნა, მაგრამ სიფრთხილეა საჭირო. სიფრთხილეა საჭირო კიდევ უარესი ცილისწამებები გველოდება უფრო მეტი რაც უფრო ვითარდება ეს ტექნოლოგიები განსაკუთრებით უკვე ისეთი სიცრუის შექმნა შეიძლება ესე იგი აი ამ ინტერნეტის თუ რა ქვია ამ ტექნოლოგიების საშუალებით ისეთი სიცრუის აი რომელიც შეიძლება უცებ ვერაფერს ვერ მიხვდერო სიცრუე ამიტომ უნდა ვიყო ძალიან ხშირი დღეს არის სენება აი ესეც ხა რაც უნდა მოგიყვეთ დაუჯერებელი ამბავია სრულებით დაუჯერებელი ამბავია ეს არის ხსენება წმინდა რომულუს ფიეზოლას პირველი ეპისკოპოსი ეს რომულუსი საერთოდ თემა ძველი რომაული თემა ეს არის ორი ძმა რომულუსი და რემუსი რომელიც გელმა გამოყვება გელმა გაზარდა და მათ დაარსეს ქალაქი რომი და ამიტომ რომს ამათი სახელი ეწოდა რომულუსი რემუსი აი რომი ამიტომ და ეს ამბავი განმეორდა შემდეგ უკვე განმეორდა იესო ქრისტეს პერიოდში და გავრცელდა ხმები რომ ტყეში სადღაც ცხოვრობს ბიჭი რომელიც გლების გაზრდილია და ჩვენ გვაქვს დღეს ესე როგორც დავარქი ზოგადად ახალი გარემოება ჩვენ წინაშე არის რომულუსის ხატი და იქ მგელიც არის გამოხატული მის წინა ნაწილებით მაგრამ ჩვენ გვაქვს დღეს ახალი გარემოება მე უნდა წაგიკითხოთ დღეს ლექსი ესე იგი ახლებური ტროპარკონდაკი რომლის ავტორიც არის მე ბევრჯერ მithქვამს ბატონი კოტე ყუბანეიშვილი წმინდა რომულუს ფიეზოლელი კვლავ ისტორიას გაცნობთ მე რომის გარდამავალი იყო ეტაპი და ეს ხდებოდა დროში ნერონის პეტრე რომ იყო პირველი პაპი ვინც ქრისტეს რწმენა გულით ატარა ხსნად მოვლენოდა ხალხსაც აწ რომ ეს ტყეში იპოვეს ბიჭი პატარა რომელსაც მგლებმა ძუძუ აწოვეს პეტრე მის რომში წამოიყვანა და ლოცვით რწმენა გაუათმაგა გვერდში თავისთან ის დაიყენა და ძალაც მისცა რომ ეკადაგა რომ ანათლებდა ცოდვილ სულებს და მადლს საკურნებელს თავზე ასხამდა სასწაულებსაც აღასრულებდა და ეშვაკებსაც ის განასხავდა უკეთეს პეტრე რაღაც იზამდა საჭიროებაც თხოვდა უფროსად გაგზავნა როცა წამოიზარდა ფიეზოლაში ეპისკოპოსად იერუსალიმის სისხლმა დატყორა ვესპასიანემ რაც დააწვივა დომიცილამაც იმპერატორმა ქრისტიანები ყველა აწამა და ბიჭმაც შვილად თვლიდა თავს რომ გლის იღვაცა სულის განსაწმენდავად ის მართალია გავდა მაუგლის მაგრამ შერაცხეს ქრისტეს წმინდანად ვერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არს მერტი არს დაიწყოს